თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ამბავი სცენას უბრუნდება. გრიბოედოვის თეატრი 180-ე საიუბილეო სეზონს ავქსენტი ცაგარელის ხანუმათი ასრულებს. სპექტაკლით, რომელიც წლების განმავლობაში დედაქალაქის ხასიათსა და კოლორიტის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი ანდრო ენუქიძე ყველა სიუჟეტური ხაზის შენარჩუნებით ისეთ პერსონაჟებსაც წარმოგვიდგენს, რომლებიც ცაგარელის პიესაში არ გვხვდება. სწორედ ისინი შემოიტანენ სპექტაკლში თანამედროვე ელფერს და კლასიკურ ნაწარმოებს დღევანდელობასთან კიდევ უფრო დააახლოვებენ. რეპეტიცია მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობს, ნორმალური თეატრალური კაიგაგებით საგიჟეთია. ბევრი რამ გვაქვს კიდე გასაკეთებელი, რთული ფორმის სპექტაკლია, დიდი სპექტაკლია, ბევრი მონაწილეა. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ რაღაც მართლა დღესასწაული მოუწყოთ მაყურებელს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღესასწაული შედგება. თუმცა თანამდებობით პრემიერის წინ ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. საბოლოო გადაწყვეტილება მაყურებლის ხელშია. სპექტაკლში 20-მდე მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. თარიღი ახლოვდება და რეპეტიციებიც აქტიურად მიმდინარეობს. ნამდვილად რთული რეჟიმი გვაქვს, ძალიან ბევრი პერსონაჟია, ამიტომ აქ ვართ, მუშაობთ მთელი დღე, ვცდილობთ რომ კარგი სპექტაკლი გამოვიდეს, ყველანაირ ძალისხმევას მარიამ კიტიაზე მინდა ორიოდე სიტყვა რო თქვა, ესეთი შრომის მოყვარე მსახიობი, მე ძალიან ცოტა ვიცი. ისეთი საინტერესო ხანუმა გააკეთა, რომ აი მე პირადად ძალიან ახრთოვანებული ვარ და აი ერთი სული მაქვს ამ თლიანობაში, აი ამ პერსონაჟს თავიდან ბოლომდე როდის ვნახავ და ძალიან გულშემატკივრობ. ძალიან საოცარი პარტნიორი არის და მე ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ, რომ მარიამთან ერთად მარიშკას რო ვეძახით, ესე სამეგობროში ერთ სცენაზე ვდგავარ და ზოგადად მგონია რომ რაღაცა ისეთი ახლებური ფორმა არის თვითონ ხანუმასი და ჩანაფიქრი ბატონი ანდრო ენუქიძის და დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა საინტერესო სპექტაკლი გამოვა და მაყურებელიც სამ სპექტაკლს მიიღებს და შეიყვარებს. ჩემი მოკრძალებული აზრით. მარიშკას ხანუმას რო შეიყვარებს, ეგ ზუსტად ვიცი მაგ პერსონაჟს. და მაგის გამორევი ხანუმ, შენც ლამაზი, მეც ლამაზი ხანუმ ჯან. როგორც გრიბოედოვის თეატრის აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანი და განსხვავებული იქნება ის, რომ ძალიან თანამედროვე და მასშტაბურ დეკორაციასთან ერთად შეხამებული იქნება იმ ეპოქის კოსტიუმები, რომელიც კიდევ სხვა ელფერს შესცენს ამ სპექტაკლს. ჩვენ თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 180-ე სეზონის დახურვა და ალბათ უკეთეს ვერაფერს მოვიფიქრებდით იმ სპექტაკლისა, რომელმაც 150 წელიწადი დაიპყრო ქართული სცენები, სხვადასხვა თეატრის სცენები. ხანუმა ჩვენ სცენაზე კიდევ ერთხელ დაიდგმება, თუმცა განსხვავებული ფორმით. ძალიან მასშტაბური თანამედროვე დეკორაცია და ძველი ხასიათის კოსტიუმები შექმნის ალბათ განსაკუთრებულ ელფერს, რომელიც დაუვიწყარი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სპექტაკლს დაესწრება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ სპექტაკლით დაიხურება ეს სეზონი, თუმცა სექტემბრიდან ბევრ ძალიან საინტერესო სიახლეს გვეგმავთ. გარდა იმისა, რომ თეატრალური წარმოდგენები იქნება ჩვენ სცენაზე, ჩვენი თეატრის რეპერტუარი შესრულდება, გარდა ამისა ძალიან ბევრ კონცერტს და საინტერესო ღონისძიებას ველოდებით, რომელსაც გრიბოედოვის თეატრის დიდი სცენა უმასპინძლებს და კიდევ უფრო აქტიურს და საინტერესოს გახდის ამ თეატრს ქართველი მაყურებლისთვის. ხანუმა დღემდე რჩება თბილისის მრავალფეროვნების, სტუმართმოყვარეობისა და ადამიანური თანაცხოვრების სიმბოლოდ. გრიბოედოვის თეატრის ახალი დადგმის პრემიერა კი 20 ივნისს გაიმართება. როგორც უკვე აღნიშნე, 180-ე საიუბილეო სეზონი სწორედ ამ ორმოქმედებიანი კომედიით დასრულდება. თუმცა სექტემბრიდან მაყურებელი ამ სცენაზე კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს იხილავს.